მენოპაუზა ზოგადად რა არის განმარტავ, რომ ეს არის ქალის ცხოვრების პერიოდი, როდესაც შეიძლება სასიამოვნოდ არ ჟღერს, მაგრამ რეპროდუქციული ფუნქციის დასასრული. ქალის ცხოვრებაში არის რამდენიმე პერიოდი, არის პრეპუბერტატი, ანუ სანამ სქესობრივი მომწიფება იქნება ბავშვობის პერიოდი დავარქვათ, შემდეგ რეპროდუქციული და შემდეგ უკვე გადავდივართ მენოპაუზაში. სანამ მენოპაუზაში გადახვალ და როდის ქვია მენოპაუზა დავაზუსტებ, როცა ბოლო მენსტრუაციიდან გასულია 1 წელი, 1 წელზე მეტი. აი 1 წელი თუ საერთოდ არ ქონია მენსტრუაცია, ესე იგი ეს არის უკვე მენოპაუზა, მაგრამ მენოპაუზამდე არის პერიმენოპაუზის პერიოდი. ზოგი ქალი ამას საერთოდ ვერ გრძნობს, ისე გადადის მენოპაუზაში, უბრალოდ შეწყდა მენსტრუაცია და დასრულდა. მაგრამ უმეტესობა ქალების დაახლოებით 70-80% მენოპაუზას ძალიან მწვავედ განიცდის, იმიტომ რომ ეს გრძელდება წლები, შეიძლება გაგრძელდეს საშუალოდ მიღებულია, რომ დაახლოებით 4-5 წელი გრძელდება, შეიძლება 8 და 10 წელიც გაგრძელდეს.